ხანგრძლივი და მასშტაბური ქართული გასტრონომიული კვირეული ოფიციალურად დაიწყო. გამორჩეული კულინარია, ქართული ღვინო და საერთაშორისო სტუმრები. Georgian gastronomy. ქართული გასტრონომიული კვირეული ჩემთვის არის სანახაობრივი, გემრიელი და შეუფასებელი. It's underrated. Authentic ავთენტური, ტრადიციული და უნიკალური. and unique. Networking, საქმიანი კავშირები, შესანიშნავი გასტრონომია და გემრიელი ღვინო. Me parece original. ფიქრობ ეს არის ორიგინალური, ავთენტური და ძალიან პერსპექტიული მიმართულება. Va a ser algo muy bueno para el futuro. I'm very impressed about აღფრთოვანებული ვარ თქვენი სამზარეულოთი და ღვინით. გასტროკვირეულს უკვე მეორედ ვესწრები და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ამდენი განსხვავებული კერძი დამეგემოვნებინა. ღონისძიებაზე ჩემი ბევრი კოლეგაა შეკრებილი და ერთად ვიზიარებთ ამ საოცარ გამოცდილებას. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. გასტრონომია არის ჩვენი ყველაზე ავთენტური, ასე ვთქვათ, რომელიც შეიცავს ყველაფერს, კულტურას, ჩვენს იდენტობას და ძალიან ადვილი არის გასტრონომიით ქვეყნის პოპულარიზაცია, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამასთან ერთად ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო მედია. ჩვენი სურვილი არის, რომ მიშლენი შემოვიდეს, როგორც ექსპერტი კომპანია, რომელიც ინდუსტრიაში არის ყველაზე ავტორიტეტული კომპანია და ჩვენ უკვე ხედავთ, რომ მან დაიწყო სასტუმროების შეფასება საქართველოში და რამოდენიმე ქართულმა სასტუმრომ მიიღო მიშლენის გასაღები, თუმცა მათი მთავარი მოცემულობა არის რესტორნები. წელს თბილისის გასტროკვირეული უკვე მეხუთედ იმართება. 8 დღის განმავლობაში მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეულები ქართულ კოლეგებთან ერთად სპეციალურად შექმნილ მენიუს წარადგენენ. 6 საავტორო კერძისა და 3 სახეობის ღვინის შეხამებით სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთ სივრცეში გაეცნონ როგორც საერთაშორისო კულინარიულ ტენდენციებს, ისე ქართული გასტრონომიის თანამედროვე ინტერპრეტაციებსაც. 8 დღე და 19 განსხვავებული შეფი. ქართულმა გასტრონომიკო თავის ისტორია დაწერა და სახეზე არის. ჩვენ რო გავიხედოთ ახლა ამერიკაში, გერმანიაში, ინგლისში, პორტუგალიაში, საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში ქართული რესტორნები და ქართული სამზარეულო ყოველთვის პირველ პლანზე დგას და უზარმაზარი ასე ვთქვათ ბრუნვამს სოფლიოში ქართულ კერძებს, ქართულ რესტორნებს. უკვე იმის მაჩვენებელი არის, რომ ქართული სამზარეულო არა მარტო ასე ვთქვათ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, არამედ გაცდა და ძალიან პოპულარული არის ამ ევროპის და ამერიკის კონტინენტზე, ხო? საერთო ჯამში საქართველოს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც გასტრონომია არის განვითარებული პროდუქტი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ამ პროდუქტის გამო იმოგზაურონ და საქართველოს თავის ადგილს სოფლიოში ისეთი ქვეყნების გვერდით, სადაც გასტრონომია განვითარებულია, ძალიან ღირსეულად იკავებს. კვირეული 7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში სტუმრებს თბილისისა და კახეთის მონახულების შესაძლებლობას მისცემს. გააცნობს ავთენტურ ქართულ სამზარეულოსა და ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ქვეყნის გასტრონომიულ პოტენციალს. ღონისძიება ყოველწლიურად ფართოვდება. იზრდება ინტერესი, პროფესიონალიზმის დონე და ქართულ შეფმზარეულებთან მუშაობის, გამოცდილების სურვილი, რაც ვიზიტორებში დამატებით ინტერესს იწვევს და საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნების განსაკუთრებულ სურვილს აჩენს.